ტრეიდინგის ნულიდან სწავლა დარწმუნებული ვარო ბევრს უნდა. ამიტომ თავში მომივიდა ესეთი იდეა. რამოდენიმე სახის ვიდეო დაიდება ჩემ არხზე, სადაც ვხსნი ტერმინოლოგიას, ხო? ბევრს გონია, რომ ინგლისურია საჭირო იმისთვის, რომ დაეუფლო ტრეიდინგს, მაგრამ რეალურად ყველა სიტყვას, რასაც გამოვიყენებთ, ყველას აქვს ქართული შესატყვისი. ამიტომ მარტივად აგიხსნი, სანამ დაიწყებ ტრეიდინგს, ტერმინოლოგიას თუ რა რას ნიშნავს, ხო? მოდი დავიწყოთ ამით. რა არის ლონგი? ლონგი ნიშნავს აქტივის ყიდვას ფასის ზრდის მოლოდინით, ხო? ესეთ რაღაცას. ველოდებით რომ ფასი წავა მაღლა. და ამას აღნიშნავთ ესეთი სანთლით, მწვანე სანთლით. ხო? ამით აღინიშნება. რას ნიშნავს შორტი? შორტი ნიშნავს აქტივის გაყიდვას ფასის დაცემის მოლოდინით. ანუ, როდესაც ფასი მიდის დაბლა. და ეს აღინიშნება წითელი სანთლით. ვამბობთ, რომ ეს არის ლონგის სანთელი, ანუ ბულის სანთელი, მწვანე, წითელი არის შორტის სანთელი, ანუ ბეარის სანთელი, ხო? რას ნიშნავს ბაი? ბაი ნიშნავს ყიდვას, როდესაც შევდივართ ყიდვის პოზიციაზე, ანუ ლონგის პოზიციაზე, ხო? და ველოდებით ფასის ზრდას. გაყიდვა რას ნიშნავს? ანუ sell ნიშნავს, როდესაც ველოდებით ფასის დაცემას. ხო, ტრეიდში შევდივართ, ხსნით შორტის პოზიციას და ველოდებით ფასის დაცემას, ანუ ყიდით. მარკეტ ორდერი. ეს არის ორდერი, რომელიც სრულდება მაშინვე, მიმდინარე ფასზე. ხო? მიმდინარე ფასზე. და რას ნიშნავს? უყურეთ, მაგალითად, ფასი მიდის და მინდა რომ ტრეიდი გავხსნა. თუ მე გავხსნი აქედან, მიმდინარე ფასი არის აი ეს. აქედან უკვე გააგრძელებს მოძრაობას, ხო, რაღაც წავა სიტყვაზე ან მაღლა, ან დაბლა. ხო, ეს არის, როდესაც ხსნი მიმდინარე ფასზე. ლიმიტ ორდერი რას ნიშნავს? ორდერი, რომელიც სრულდება მითითებულ ფასზე. და რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? ნახეთ. თუ მარკეტი მოძრაობს ესე, ან ფასი მოძრაობს ესე, მე შემიძლია დავაყენო ლიმიტ ორდერი აი აქ. როდესაც ფასი მივა აი ამ დონეზე, ანუ ჩემი დაყენებული ლიმიტ ორდერის დონეზე, აქედან გამიხსნის პოზიციას, ანუ ტრეიდში შევდივარ აი აქედან. ხო? თუ ლონგის პოზიცია მაგ გახსნილი ამ შემთხვევაში მიდის, მინდა რომ მაღლა წავიდეს ფასი, თუ შორტის პოზიცია მაგ გახსნილი, ანუ დაღმოვალი ტრენდის პოზიცია მაგ გახსნილი, მაშინ მინდა რომ ფასი წამოვიდეს დაბლა. ხო? ეს არის ლიმიტ ორდერი. ეს არის მარკეტ ორდერი. სულ ეს არის. კიდე დავდებ ესეთ ვიდეოებს, აუცილებლად უყურეთ, იმიტომ დაგჭირდებათ. აი ამის გარეშე ხო, აი ამ ბეისიკი, ამ საფუძველი არის ეს ყველაფერი ტრეიდინგის. ანუ ამის გარეშე რეალურად ვერ გაიგებ რაღაც ტერმინებს, რაღაც კონკრეტულ სტრატეგიებს, ხო? ამიტომ საჭირო არის რომ იცოდე აი ეს ტერმინოლოგია.